დაბნეულ სახეებს ხედავ, რაღაც უცნაური აგრეგატია. მოდი შორენა, მოდი მეთან ავხსნი ტელემაყურებელს თუ რა უნდა გააკეთო შენ. ეს არის უიღბლო ბორბალი, რომელზეც უნდა დადგეს შორენა, ოღონდ აი კოსმონავტების სპეც რაღაც ტრენინგები ხომ გინახავთ, აი დაახლოებით ის აქვს გადასატანი და მე ვიცი რომ შორენას ჯერჯერობით გამოცდილება არ აქვს ამ მიმართულებით, ხო? არა, ჯერჯერობით ამ მიმართულებით. რა მიკითხია ეს ლექსი? აი ამ უიღბლო ბორბლის ტრიალის დროს, რომელსაც აი ეს უგულო ადამიანები დაატრიალებენ, მაგრამ მე მაინც ვეცდები რომ გავაკონტროლო, იმიტომ მე მაინც შორენასკენ ვარ ცოტათი უფრო მეტად. ხო, მაგრამ რა ხდება, ვაწამებთ? ანუ ესპანური ჩექმაც არის დავალული. აი ეს უიღბლო ბორბალი ტრიალებს და ამავდროულად შორენა იწყებს ლექსის მოყოლას. მე ვთვლი უკვე ეს ადამიანები მზად არიან რომ აწამონ ეს ადამიანი. მე არ ვუყურებ. მაშასე ქალბატონებო და ბატონებო. შორენა ბეგაშვილი უიღბლო ბორბალზე მურმან მაჭავარიანის ლექსით ვითარცა მტკვარი. წავიდა. მადლობა გამოცხადებისთვის. წავიდა. მზე ამოდიოდა, თვარე ჩადიოდა, მამალი ყიოდა, კვამლია დიოდა. ვიღაცა ტიროდა, ვიღაცა ჩიოდა, ვიღაცა შიოდა, ასე იძლება. და დრო გადიოდა. ვითარცა მინო, ქვევრიდან ხაფში, ხაპიდან დოქში, დოქიდან ჯამში, ქართული სისხლი, ქართული სული, ქართული სიტყვა, ქართული გული გაატრია. აი, ცოტა ძალიან სწრაფია, ეს ცოტა ნელა თუ შეიძლება. შორენა გადადიოდა კონცენტრაცია. ხელიდან ხელში, გადადიოდა. რატო ტრიალებს? გადადიოდა გაბუნია მოკლავ დამოდიოდა ვითარცა მტკვარი შენ თვითონ თუ ცოცხალი ჩამოყოლები ზადაგზა სამდნენ აუღროდნენ ღრიდნენ უღმერთოდ ყრიდნენ უგულოდ ყიდნენ და მიუხედავად ამისა მაინც გამოიარა რუსთველის გული გამოიარა ვახტანგის გული, გამოიარა თამარის გული, გამოიარა სულხანის გული და დღეს შოთაის ნაქონის სისხლით და დღეს ვახტანგის ნაქონის სისხლით თბილისის ფართო ქუჩებში დადის ლეილა, ლონდა, ნათია, ნანი, ელისო, ვაჟა, გიორგი, გივი და იარონ. ამინ. ამინ მეგობრებო, ამინ. მე არ ვიცი რა შეიძლება თქვა. შორენა როგორ ხარ? არ შორენა. მაგან ჟანა დანს ჩემს თვალში. ნამდვილად ხო ჩამოხსენი შორენა. თუ ჩამოხსნით უფრო კარგად შენ ნამდვილი გვირი ხარ. მესანამ შენ ჩამოხსნიან, გადავინაცვლოთ ექსპერტებთან.